მოგესალმებით ყველა ჩემს არხზე, იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, მოხარული ვარ რომ დამითმეთ დრო და გახსენით ჩემი არხი. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს, სანამ დავიწყებ, პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა მოგიხადოთ წინა ვლოგში დაწერილი კომენტარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის, გამხნევებისთვის. უღრმესი მადლობა თქვენი კომენტარები მაძლიერებს და მაძლევს კიდევ ბევრ მოტივაციას რომ გადავიღო ახალი ვიდეოები. რაც შეეხება დღევანდელ ვლოგს, მინდა გაგიზიაროთ თუ რა ვიყიდე ახალშობილისთვის. დღევანდელ ვლოგში არ გვექნება ტანსაცმლის და ზეწრების და ასე შემდეგ unboxing-ი, გვექნება უფრო მასშტაბური, როგორიც არის ეტლი, აკვანი, ბავშვის ვანა და ასე შემდეგ. აქედან რაღაც ნაწილი ჩემი ოჯახის ნაყიდია, რაღაც ნაწილი სერგოს ოჯახის ნაყიდია და დანარჩენი ჩვენი ნაყიდია, რა თქმა უნდა. აქვე აღნიშნავ, რომ მიუხედავად იმისა, მესამე ბავშვს ველოდები, ასეთი გრძნობა მაქვს, რომ ველოდები პირველ ბავშვს. ბოლოს ახალშობილი თითქმის 11 წლის უკან მყავდა, ყველაფერი მაქვს დავიწყებული, აღარც კი მახსოვს, საერთოდ რა მჭირდებოდა, რა არ მჭირდებოდა. და ასეთი გრძნობა მაქვს, რომ პირველ ბავშვს ველოდები, მას შემდეგ შეიცვალა ასევე მოდაც, გამოვიდა ახალი ტექნოლოგია, ახალი გაჯეტები ბავშვებისთვის და ვფიქრობ, რომ ის რაც ახლა უნდა გაჩვენოთ, აუცილებელია თითქმის ყველა ახალშობილისთვის. და დავიწყოთ ამ ვალიშით, რომელსაც მთელი ორსულობა ძალიან კარგად ვიყენებ და დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვის დაბადების შემდეგაც კარგად გამოვიყენებ, რადგან ბუნებრივ კვებაზე იქნება იდეალური, ასე შემოვიხვევ, აქ დავაწყენ ბავშვს და ისე ვაჭმევ. მოკლედ, ადრე ნიცაზე და კოჩაზე ხმარობდი ბალიშს უბრალოდ, 2 ბალიშს ან 3 ბალიშს. ახლა ეს გრძელი ბალიშია და ვფიქრობ, რომ იქნება იდეალური. ასევე ასეთი ბალიში. ამ ბალიშსაც ორსულობის დროს კარგად ვხმარობ და მგონია, რომ მშობიარობის შემდეგაც დამჭირდება, რადგან აქ არის ცოტა ამობურცული, აქ დაბლა, მხარეს მიდის და იღებს ფორმას, მიიღებს ბავშვის ფორმას და მგონია, რომ ასევე იქნება იდეალური. დავიდეთ ცოტა წვრილ საყიდლებზე, სიმართლე გითხრათ, ამ საყიდლებზე ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი ყველა ახალშობილისთვის და ყველა მშობელი ამას ვერ გამოიყენებს, უბრალოდ მე ჩავთვალე საჭიროდ და შევიძინე. ეს არის კამერა. ამას დავაყენებ ბავშვის საწოლთან და ტირილის დროს შემატყობინებს ტელეფონზე. ერთდება ტელეფონზე, რაც ძალიან მოსახერხებელია და მოდის შეტყობინება, რომ ბავშვი ტირის ნებისმიერი ადგილიდან, სხვა ქალაქიდანაც და სხვა ქვეყნიდანაც შემეძლება ბავშვის ყურება მობილური ტელეფონით და იქნება შეერთებული ჩემს ტელეფონზეც და სერგოს ტელეფონზეც, ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი კამერა არის ძალიან მოსახერხებელი. შემდეგი არის ჰაერის დამარბილებელი, სადღაც თვენახევარში უკვე ჩავრთავთ გამათბობელს და ვფიქრობ, რომ გამათბობელი ძალიან აშრობს ჰაერს. ოთახში, სადაც ახალშობილს ეძინება, ჩემი აზრით აუცილებელია, რომ ჰაერის დამარბილებელი ჩავრთო, ამიტომ ასეთი ჰაერის დამარბილებელი შევიძინე, ჯერ არ ვიცი როგორ გამოვიყენებ და შემდეგ გეტყვით აუცილებლად შესაძლებელია ამის გამოყენება, საჭირო იყო თუ არა. სხვა სათამაშოებთან და გასართობ რაღაცეებთან ერთად შევიძინეთ ასეთი სათამაშო, როგორც ხედავთ უკვე მოძველდა, რადგან ჯერ ნიცა თამაშობდა. ნიცას დიდი ხანია უნდოდა ასეთი სათამაშო, არ ვიცი რატომ. ალბათ ახლანდელ ახალგაზრდებს მოსწონთ, რადგან
ნიცას მეგობრები მოდიოდნენ ჩვენთან სახლში, რომ ეს სათამაშო კონკრეტული ენახათ და ეთამაშათ. ვფიქრობ, რომ ახალშობილისთვის ძალიან გამოსადეგია, აქვს რამოდენიმე ხმა და ერთ-ერთი უნიკალური ხმა არის დედის მუცელში ყოფნის დროს გულისცემის ხმა და ასევე გულსაც ცემს. ასევე გამოსცემს სხვადასხვა ხმებს, აქვს მუსიკაც, ანათებს ღამეც და სტატისტიკის მიხედვით ყველაზე გამოსადეგი სათამაშოა ახალშობილებისთვის, ასე რომ ეს საყვარელი კოალაც ჩვენი მეგობარი გახდება. შემდეგი არის ეს ჩიკოს დასაკიდი სათამაშო, რომელიც ასევე მღერის და ტრიალებს. სიმართლე გითხრათ, არც ამაზე არ ვიცი რამდენად გამოვიყენებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალშობილებისთვის ასეთი რაღაცებიც საჭიროა. რომელიც გამოიყენება ახალშობილისთვისაც, არის 3 კილოდან 20 კილო ნახევრამდე და ვფიქრობ, რომ ეს კენგურუც კარგად გამომადგება. ამ კენგურუსთან ერთად შევიძინე კიდევ ერთი რაღაც, რაც შენახული მაქვს და გადავქექე მთელი სახლი, არ მახსოვს სად შევინახე, სურათს დავურთავ აუცილებლად. დიდი ბავშვებისთვის რაღაცები, რაც მქონდა ნაყიდი, ყველაფერი გადავდე გვერდზე და შევინახე, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მახსოვს სად შევინახე და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ვიპოვი. ეტლი გამოიყურება აი ასე, მოჰყვება თავისი ჩანთა, ასევე წვიმისგან დამცავი და მზისგან დამცავიც. მოჰყვება ასეთი მაქსიკოზი ავტომობილისთვის და ასეთი მაქსიკოზით თუ ბავშვი არ გაიყვანე საავადმყოფოდან არ გამოწერენ, ამიტომ ეს არის ყველაზე აუცილებელი ნივთი. გადავიდეთ ბავშვის დასაბან ვანაზე, ასეთი მყარი ფეხები აქვს. სიმართლე გითხრათ, ვეძებდი ასეთ მყარ ფეხებიანს, რომ კარგად იდგას. არის რა თქმა უნდა დასაშლელი ფეხებიანიც, რომლებსაც ეხსნება ყოველ ჯერზე ფეხები, მაგრამ წაკითხული მაქვს, რომ ძალიან ხშირად ტყდება, შემდეგ ვანა ვარდება და მოკლედ ავიღე ისეთი, რომელიც არ იშლება. ასევე აქვს თავისი ვედრო, ეს ცალკე ანაყიდი, წყლის დასასხმელი, ასევე თავისი თერმომეტრი და ესეც პატარა ვანა, შიგალბად ბავშვის ღრუბელს და რაღაცებს ჩავდე. აი ასე გამოიყურება, არის ძალიან კომპაქტური, ასევე ეხსნება ეს ზემოდან, ხედავთ კიდეც და არის როგორც პატარა ვანა, რომელსაც ფეხები არ აქვს. ასევე აქ აქვს წყლის
დაბლა ჩასასხმელი და ვფიქრობ, რომ ძალიან კომფორტული უნდა იყოს ეს ვანაც. პატარა სავარძელი, რაც ასევე მგონია, რომ იქნება ძალიან კარგი გამოსადეგი და კარგად გამოვიყენებ, ასევე ირწევა და აქვს თავისი მუსიკაც. ასევე მომწონს ის, რომ აქ აქვს ასეთი ბადე და პატარა შემიძლია, რომ პატარა დავაწვინო აივანზე ან ტერასაზე და არ შეაწუხოს კოღოებმა, ბუზებმა და ასე შემდეგ. კვანს ვაპირებ, რომ პირდაპირ ჩემი საწოლის გვერდით დავდო, ასევე გვაქვს დიდი საწოლიც. ორივე ბავშვზე, ნიცაზეც და გოჩაზეც მქონდა აკვანი და ვიცი თუ როგორი გამოსადეგია და კომფორტულია აკვანი, ამიტომ ამჯერადაც შევიძინე ეს აკვანი, ეხსნება გვერდები. აი ასე. ჩამოდის და პირდაპირ ჩემი საწოლის სიმაღლეზე დგას. აქვე აქვს თავისი მატრასი და ერთადერთი მინუსი, რაც აქვს, არა აქვს ბორბლები და ვერ გადაადგილდება მხოლოდ აი ასე, რო გადაწიო და არ ირწევა მხოლოდ აი ასე. ზევით ქვევით. სხვაგვარად არ ირწევა. ვფიქრობ, რომ დარწევა არ დამჭირდება, მაგრამ ბორბლები რომ ჰქონოდა, უფრო უკეთესი იქნებოდა. თავდაპირველად შევუკვეთეთ სხვა აკვანი, აი ასეთი, როგორცაც ხედავთ ახლა კადრში, არის უფრო პატარა, ველოდეთ 2 კვირა და იმის გამო, რომ არ მაქვს მოთმინების უნარი, შეკვეთა გავაუქმეთ და გამოვწერეთ ეს. ეს რომ მოვიდა, ეს უფრო მომეწონა, რა თქმა უნდა, რადგან უფრო მოზრდილია და უფრო უკეთესი, ერთადერთი მხოლოდ ბორბლების პრობლემა აქვს. გაჩვენებთ კიდევ ერთხელ საწოლს, ჩემი რამიდის ესეც პატარა შენაძენებში შედის, საწოლი არის დიდი. ჩემი აზრით კიდევ ერთი კარგი და გამოსადეგი ნივთი არის ბავშვის გამოსაცვლელი ადგილი. ჩემს შემთხვევაში ადგილის გამო ვერ შევძელი სპეციალური კომოდის ყიდვა და ასეთი რამ გავაკეთე, რომელიც მაქვს ასევე ჩემს ვიდეოებში და ეს დასაფენი ასევე არის იდეალური ბავშვის გამოსაცვლელად. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ასევე საწოლზე ან დივანზე გამოცვლა და ჩემი აზრით აი ეს ნივთი მაინც უნდა იყოს ყოველ შემთხვევისთვის, მაგრამ საწოლზე და დივანზე გამოცვლის დროს წელის ტკივილები იცის და ამაში გამოცდილება მაქვს. ჩემი აზრით კიდევ ერთი კარგი და გამოსადეგი საყიდლებში შედის აი ეს სანათი, რომელსაც აქვს თავისი პულტი, ასე ირთვება, ითიშება და ასევე აქვს 6 საათიანი რეჟიმი. ღამით იდეალური იქნება თუ ბავშვს გამოცვლა სჭირდება და არ არის მკვეთრი შუქი, მაგრამ ასევე ძალიან კარგი შუქი აქვს. ასევე ავაწყე ეს ჩიკოს სათამაშო და აქ მინდა რომ დავკიდო უკვე. ერთადერთი რაც არ შემიძლია, ეს არის ბავშვის სკამი, ვფიქრობ რომ ჯერ ადრეა და თან ვერ გადამწყვეტია რომელი მოდელი მინდა, თავიდან ვფიქრობდი აი ამაზე, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ და შემდეგ ახლობლებისგან მივიღე რჩევები, რომ ასეთი მოზრდილი
სკამი სულ ჭუჭყიანდება, სულ ჭუჭყიანია და სულ გასარეცხია. მოკლედ მირჩიეს, რომ ამეღო უბრალო პლასტმასის სკამი, ვისაც გაქვთ გამოცდილება, მივიღებ ყველანაირ რჩევას და ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რომელ სკამს მირჩევდით. ჩემ ადამ ნანამაც მირჩია უბრალო პლასტმასის სკამი, რადგან თვითონ აქვს მოზრდილი და როგორც ამბობს, ტყუილად დიდ ადგილს იკავებს და მართლაც სულ გასაწმენდია. მოკლედ, ველოდებით თქვენგან რჩევებს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.